მოგესალმებით მეგობრებო, იაგო ხვიჩიას ბოლო პოსტი ვნახე, სადაც იგი ირანის თემებზე, ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ეხმაურება და წერს, რომ ირანის სამყაროს გამორჩეულად ნიჭიერი და ლამაზი ერია, სრულიად დაუმსახურებელ და უსამართლოდ იჩაგრებიან გაუგონარი ბოროტების მიერ, დიქტატურა უნდა დაემხოს. ძალიან ესეთი ემოციური გამოსვლა, ხო, ეს რაღაცა წარმოდგენა ჩვენზე, რომ რაღაც უნდა დაემხოს დიქტატურა, შიგნით ესე იგი ხალხი იბრძვის დიქტატურის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ბიჭო, მან ხო, ეს ხალხი საერთოდ აზრი არ არის რა ხდება სამყაროში და როგორ მოხდეს საერთოდ პოლიტიკაში, რა უნდათ ვერ გავიგე. ეხლა ვნახავთ რა ხდება ირანში. ირანში 1953 წელს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი დაამხეს სახელად მუჰამედ მოსადეყი, პრეზიდენტი კი არა, პრემიერ-მინისტრი. და ამერიკელებმა კერძოდ რა მოხდა? მაშინ ნავთობს, რა თქმა უნდა ნავთობზეა საუბარი, ნავთობს სრულიად აკონტროლებდა ანგლო-ბრიტანული, ანგლო-ირანული და სანავთობო კომპანია. დღეს მაგ კომპანიას ქვია British Petroleum, ანუ BP. დოკუმენტები 1901 წლიდან აკონტროლებდა ირანის ნავთობს და ნავთობის წარმოებას ეგრეთ წოდებული დარსის კონცესიის მიღების შედეგად. ბრიტანეთს მიქონდა 90% ნავთობის, ხოლო ირანს რჩებოდა მხოლოდ 10% დაახლოებით ნავთობის. 1959 წელს ბრიტანეთის პარლამენტი წერს Iranian government has no effective control over production, pricing or accounting procedure of the company. ირანის მთავრობას არ აქვს ეფექტური კონტროლი არც ნავთობის წარმოებაზე, არც მის ფასდებაზე, ანუ ფასის დაწესებაზე, არც საბუღალტრო პროცედურებზე. ანუ სრულიად, ანუ ნავთობი მთლიანად ბრიტანეთის არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი 51 წელს საოცარ რამეს წერს. Iran's oil arrangements resemble colonial economy dependency rather than the partnership. ანუ ის რაც ხდება ირანის იმასთან, რა ქვია, ნავთობთან დაკავშირებითო, არ არისო პარტნიორობაო, არამედ არის კოლონიური მოპყრობაო, ანუ ბრიტანეთიო კოლონიურად ეპყრობაო, ანუ დაპყრობილი ყავსო, ირანიო, ირანის ნავთობიო. და არანაირი პარტნიორობას აზრი არ აქვსო. თლიანად, აბსოლუტურად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმში ვკითხულობთ. ანუ სიტუაციას ხვდებით? რა სიტუაციაა? ამის შედეგად პიროვნება გამოჩნდა მოსადეყი გვარად, რომელიც ხდება პრემიერ-მინისტრი და ახდენს ნაციონალიზაციას ამ ნავთობისას, ირანის საკუთარი ნავთობის ნაციონალიზაციას ახდენს. კერძოდ თვითონ კი არ ახდენს, კაცო, პარლამენტი ახდენს ირანის პარლამენტი, დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი ახდენს ნაციონალიზაციას. მოსადეყის გამოვიდა შემდეგი სიტყვით პარლამენტში. The oil of Iran must belong to the Iranian nation. No foreign power can morally or legally claim ownership. ირანის ნავთობი უნდა ეკუთვნოდეს ირანის ხალხს, არცეთ გარე ძალას, არც მორალური და არც ლეგალური უფლება არ აქვს რომ ფლობდეს მას. ხვდებით ხო მეგობრებო რა ხდება? ამის შედეგად, რომ ეს მოხდა, მიიღეს ნაციონალიზაციის კანონი, ამერიკამ და ბრიტანეთმა გაბრაზებულებმა გადაწყვიტეს ჩამოეგდოთ მოსადეყი და დაესვათ თავისი მონა, კერძოდ შაჰი რეზა ფეჰლევი. ამას ადასტურებს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს ოფიციალური ისტორიის წიგნი, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ დეკლასიფიცირებულ დოკუმენტებს. სადაც ვკითხულობთ The overthrow of Premier Mossadegh was carried out under CIA direction as an act of US foreign policy. პრემიერ მოსადეყის ჩამოგდება იყო განხორციელებული ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს ხელმძღვანელობით, ისე როგორც, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ნაწილი. როგორ განხორციელდა გადატრიალება? ისევ CIA-ის დოკუმენტებიდან ვიგებთ. ეს იყო მედიის მოსყიდვა, ქუჩის არეულებების ორგანიზება, ნეტა რა ხდება ირანში ახლა? სასულიერო ფიგურების გამოყენება და სამხედროების მოსყიდვა. ნეტა რა ხდება ახლა ირანში და რა მოხდა ნეტა ვენესუელაში?
ამას ადასტურებს თვითონ ოფიციალური მიმოწერა CERUS-ი, CIA-ის. საოცარ რამეს ამბობს. პირდაპირ დაუფარავად. We must create an appearance of spontaneous popular opposition. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ხატი, ისეთი სიტუაცია, თითქოს ხალხი შიგნიდან ცდილობს მოსადეყის მოცილებას. ხტევით მეგობრებო, გადატრიალება როგორ ხდება. აი, დამოუკიდებლობისთვის და დიქტატურის დამხობისთვის იბრძვიან ძმაო. სიტუაცია CIA თვითონ წერს, რომ ჩვენ გავაკეთეთო ესო, ისეთი საბეჭდილება უნდა შევქმნათ, რომ თითქოს ხალხი იბრძვისო. და ამას ხელმძღვანელობდა არც მეტი, არც ნაკლები თეოდორ რუზველტ პრეზიდენტ ამერიკის შეერთებული შტატების 26-ე პრეზიდენტის თეოდორე რუზველტის შვილი სახელად კერმიტ რუზველტი. იგი წერს I personally distributed large sums of money to influence political leaders and mobs. იგი წერს მე თვითონ ჩემი ხელით ვარიგებდიო დიდი რაოდენობის ფულსო პოლიტიკურ ლიდერების გადასაბირებლად და იმის რა ქვია მასების მოსასყიდად უკაცო. რა მოხდა? მოხდა ის რომ უღალატეს პრემიერ მოსადეყს დააპატიმრეს, კონსტიტუცია ფორმალურად დატოვეს, მაგრამ ფაქტობრივად გააუქმეს. შაჰი დასვეს, ფეჰლევი აბსოლუტური ძალაუფლებით დაბრუნდა და ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტრო ანუ სახელმწიფო დეპარტამენტი წერს Iran is now firmly aligned with Western strategic interests. ირანი ეხლაო სრულად შეესაბამებო დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ნახეთ მეგობრებო რა ხდება. შაჰი კაი კაცი გონიათ, აი რაღაცა ირანელებს სურათებს რო დევდნენ, გინახიათ ალბათ სურათების. ეხლა ხო ჩადრები დადიან და ვის მოწონს, არავის მოწონს, მათი კულტურაა და მათი შიდა საქმეა, ჩვენ არ გვაინტერესებს ეგ. მაგრამ აი შაჰის დროს თავისუფლები იყვნენ, ლიბერალური დემოკრატია ყვაოდა. სინამდვილეში შაჰის მმართველობა რა ხდებოდა ახლა? სურათებით ხო არ ვჯელობთ, კაცო, დოკუმენტებით ვჯელობთ. ბრიტანეთის საელჩოს 1957 მოხსენებას ვკითხულობთ. The Shah now governs through security services rather than political consensus. Shahi ეხლა მართავსო არა პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად, ანუ პოლიტიკური რაღაცა პროცესების შედეგად, არამედ დიქტატორულად ვქოთ. Security services მართავსო. ანუ ძალოვნებით მართავსო. პარლამენტი იქცა ფორმალურ ინსტრუმენტად, არჩევნები კონტროლირებული გახდა. ამერიკამ შეუქმნა შაჰს, თავის აგენტს, შაჰს, ფეჰლევის სუსი, საიდუმლო ინსტრუმენტი, რომელსაც ერქვა სავაკი. CIA წერს თვითონ 1957 წელს თავის მემორანდუმში. US advisors assisted in the organization and training of Iran's internal security apparatus. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სენიორო პიროვნებები ოპერატივებს ეძახიან, გაგზავნილი იქნენო და მიეხმარნენო დაატრენინგესო ირანის შიდა ძალების აპარატიო. ისრაელის არქივი, ისრაელი ხო ებძვის ახლა ირანს აგაიგე, მოსადეყი დიქტატურას ებძვის. ბიჭო, მოსადმა თვითონ შექმნა ყველაფერი რაც ირანშია. Mossad provided counter-intelligence training to SAVAK officers. ანუ ირანის სუსი დაატრენინგა მოსადმა. აგერ არის დოკუმენტი. რას აკეთებდა სავაკი? Amnesty International წერს 1976 წელს. Iran has one of the worst human rights records in the world. ანუ აი მაშინ ლიბერალური დემოკრატია რო იყო ირანში, სანამ აიათოლები მოვიდოდნენ. მაშინ წერს ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სააგენტო ადამიანის უფლებების დამცავი Amnesty International-ი, რომ ირანს აქვს მსოფლიოში კი არა, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე საშინელი ადამიანის უფლებების სიტუაცია. Human Rights Watch კიდევ ერთი ყველაზე
გავლენიანი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია წერს systematic torture and arbitrary detention were integral to SAVAK operations. ანუ ირანული სუსის SAVAK-ის სრულიად სისტემური პრაქტიკა იყო წამება და სრულიად დაუმსახურებელი ადამიანების დაკავება. ეს არ იყო გადაცდომები, ეს იყო სტრუქტურა. პრინსტონის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ერვანდ აბრაჰამიანი წერს The Shah attempted modernization without political participation which alienated all social classes. Shahma მოახდინაო მოდერნიზაციაო პოლიტიკური იმის გარეშე სრულიად დიქტატორულათო რომელმაც სოციალური სხვადასხვა სოციალური კლასების სრული გაუცხოება გამოიწვიაო. ხო, ანუ 79 წელს მოხდა უკვე ის რა. აი ამ ყველაფრის შემდეგ 26 წელი მართავდა ამერიკა და ბრიტანეთი შაჰის გავლით ირანს და ისევ წოვდა ნავთობს. და შედეგად მოხდა ისლამური რევოლუცია. რევოლუციის სოციალური ბაზას წერს გვაცნობს ჩარლზ კუზმანი, ისტორიკოსი ჩარლზ კუზმანი, რომელიც წერს The revolution was not initially Islamic. რევოლუცია თავდაპირველად არ იყო ისლამურიო. It became Islamic in leadership after the collapse of the Shah's authority. იგი გახდაო ისლამურიო მას შემდეგ რაც როდესაც დაეცაო შაჰის ავტორიტეტიო. შეშეს დაზვერვა 78 წელს წერდა, არ გეგონათ ვიღაც ისტორიკოსი მარტო. ისტორიკოსი საერთოდ ისტორიკოსები დოკუმენტებთან მუშაობენ, მაგრამ თუ მაინც ვინმეს არ ჯერა შაჰის დაზვერვა, ის ამერიკის დაზვერვა წერს. Shah's regime lacks legitimacy among the population. შაჰის რეჟიმს აღარ აქვს ხალხის მხარდაჭერა. აი იმ ლიბერალური როგორი ის არის რა ბუნებრივად მოხდა ამ კაცის ჩამოგდება ხალხო. ბუნებრივად მისი დიქტატურის, მისი გაუგონარი სისასტიკეების და კორუფციის შემდეგ 26 წელი ხა, დიდი ხანი ძალიან ხალხო. ჯერ ეგერთი რა დემოკრატიაზე მელაპარაკე 26 წელი შაჰი დაცვი. შაჰი. რა ვიცი. აი ესეთ სიტუაციაა მეგობრებო ირანში და მეტი აფერი არ ხდება და ახლა ხდება ის რომ ისევ ნავთობზეა ბრძოლა. მეტი აფერი არ ხდება, რა თქმა უნდა.